ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართული ტურნირი ევროპის თასის ძიუდოში ახალგაზრდებს შორის გორელებმა 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. შეჯიბრების გამარჯვებულები 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში თამაზ ბიგანიშვილი, ზურაბ ჭიღლაძე 91 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდნენ. ბრინჯაოს медали 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა ქარელიშვილმა მოიპოვა. ბიგანიშვილი და ქარელიშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის, ხოლო ჭიღლაძე კლუბ გორიჯვარის წარმომადგენელია. ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩატარდა ევროპის თასის ძიუდოში ახალგაზრდებს შორის. საქართველოს ნაკრებმა მივიღეთ მონაწილეობა, მე ვიასპარეზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, დავიკავე მესამე საპრიზო ადგილი, ჩავატარე 4 შეხვედრა, აქედან 3-ში მოახერხე გამარჯვების მოპოვება და რა ვიცი, მომავალში კიდევ გვექნება ესეთი საერთაშორისო ტურნირები და ვეცდები რომ შედეგი გამოვასწორო და ჩვენი ქვეყანა ვასახელო. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლიდან ერთმა სპორტსმენმა მოიპოვა ოქროს медали, ეს არის თამაზ ბიგანაშვილი, ხოლო ორმა სპორტსმენმა მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები. ესენი არიან გიგი იუნაშვილი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში და 90 წონით კატეგორიაში ლუკა ქარელიშვილი. ამ სპორტსმენებმა ძალიან კარგად იასპარეზეს, კარგი ჭიდაობა აჩვენეს და ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი არის იმისათვის, რომ დაიმკვიდრონ ძირითად ნაკრებში ადგილი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს შემდგომში ევროპის ჩემპიონატზე და მსოფლიოს ჩემპიონატზე. კიდევ აღსანიშნავია, რომ ერთმა გორელმა სპორტსმენმა, რომელიც სხვა კლუბის წევრი არის, კლუბ გორიჯვარის წევრი, ზურაბ ჭიღლაძემ ოქროს медали მოიპოვა 91 კილოგრამში და ეს საერთოდ გორისთვის ძალიან კარგი წარმატება არის და იმედის მომცემი ახალგაზრდები მოდიან.